ასევე ესენი შევიძინე და ძალიან მომწონს. ამაზე კარგად დამიკლოს ხოთაში. გუში ვაგზალზე რო ვიყავი, ვიყიდე 2 წყვილი ფეხსაცმელი. ხო გადავწყვიტე რომ ჭკუიდან დავწეულიყავი და 2 ერთად ვიყიდა, იმიტომ რომ ერთი ვიყიდე მაღლები, რაც ახლა მაცვია დეკაჩვენდი. და მეორე არის ამ ხალხოსხლზეა, მაგრამ დაბალია, რა. ძალიან პრაქტიკულია. რო იჯლიგინო მაგისტვის არის ძირითადად და ცოტა ისეთი არა. რადგან დამიკლო და 245 ლარში მომცა და კარგად დამიკლო 2-ზე, ამიტომ ბარემ ვიყიდე, ოღონ წამომეხო და მიკლო და მეთქი გაიწავიხებ. ხო და ზუსტად იგი დამჩა ქოლგა. ასე რომ ქოლგის გარეშე გახლავართ. კიდე კაი არ წვიმს. ვერ დავიყენე გოგოებო, ვერაფრით თმები არ ვიცი. რაღაცა ფრინველზე გავარ და რომელს ახლა თქვენ თვითონ მიხვდით, არ ვიცი. 120 ღირდა ეს და მომცა 90 ლარად. და ისიც 55-ად მომცა და ისე არ ვიცი რა ღირდა. ნუ ბევრი ღირდა საკმაოდ. ფლად 100 არ ღირდა, მაგრამ სადღაც 85 მითხრა თუ რაღაცა. ანუ ძალიან ბევრი დამიკლო რა, რეალურად ძალიან ბევრი დამიკლო. ხო და ესე მოკლედ. ისოდნა მიჭერს მოიცეთ, ხო და რას ყვებოდი მოკლედ. ხო და ამიტომაც ვიყიდე. წინასწარ ეს გადავიხადა, რა ქვია, 11 ანუ 100 ლარი განვადების და დღეს კიდევ 100 ჩამომეჭრება. და 2000 აღარ მაქვს უკვე გადასახდელი 2000 რაღაც რომ მაქვს უკვე 1000 რაღაც მაქვს გადასახდელი ტელეფონის და ყოჩაგვანცა ნამდვილად ეკუთვნის ჩემგან ტაში, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტემპით ვფარავ, იმიტომ რომ ზაფხულამდე არ მინდა რომ ბევრი დამრჩეს და ამიტომაც ვფარავ და ვფარავ მაქსიმალურად. ამ თვეში რაღაც ძალიან ფულიანი გოგო ვარ თუ რაღაცა შედარებით. ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ ის საქმეები რაც იყო, ესეთი მნიშვნელოვანი, უფრო წინ წამეგდო, ასე რომ ვთქვა. ხო, იცოდა მიჭერს თქო მაგას გეუბნებოდით, იმიტომ რომ ეს ხელწინდაზე მეცოდა, რაც დისკომფორტი მქონდა. თუმცა ხალხო 39-ზე გავისინჯე და ფეხი მქონდა ტაშტივით და რაღაცა ლახანკა ტაშტები რო იყო და ამიტომ 38 ავიღე და ეს შუზებისათვის 39 მაცვია. ისე ფეხი 37.5 და ანუ ვერ გავიგე რა ხდება. ხო ეს ქუთაისი შეკერილია. ამ ქალბატონმა მითხრა ძალიან რბილია, ცოტა ფეხი დამიძაბა და დამეღალა, თქობა რაღაცა ეს მაგრამ ძალიან ლამაზია და ალბათ მიმეჩვეო ფეხი ხა პირველად მიცოდა. ბედნიერი ყველა. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმება თქვენი გვანცა იგივე დოდონა. გილოცავთ დედის დღეს, სულ ბედნიერი დედები მინდა რომ იყოთ თქვენი შვილებისათვის სულ ჯანმრთელები, გახარებულები, ლაღები და ვისაც არ გყავთ ჯერ პატარები, მალე დედის დღე გეზეიმოთ. ჩვენს ქართველებს საზღვარგარეთ ყველას გილოცავთ დედის დღეს. ძალიან სენსიტიური თემა ზოგადად თქვენ იცით, ჩემთვის ეს ემიგრანტი დედების თემა და ძალიან რთულია ჩემს ამაზე საუბარი ზოგადად. მოკლედ ყველგან სადაც ხართ მიმოფანტულები, ეს იქნება საბერძნეთი თუ იტალია თუ ამერიკა არ აქვს მნიშვნელობა, იქაც ყველას გილოცავ. მოკლედ დღევანდელი დღე არის ისეთი განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ სახლში ვართ და ვისვენებთ ოფიციალურად. ეს ყავა აგერ მიდევს დილიდან, რაც გვიყვარს, ჩემმა ქმარმა მოგვიტანა, ლობიანი და მოკლედ რაღაცები. ერთად განვყუთოთ აი ეს ხელის ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც მე გუშინ უკვე დავტესტე და გეტყვით მის ძალიან კარგ ღირებულებებს, ასე ვთქვათ, რა აქვს. მოკლედ ეს პროდუქტი მაჩუქეს და დიდი მადლობა. კაი. მოკლედ გამოიყურება ასე, როგორც ის თავის რეზინს დავცავე, შეგიძლიათ მე ესე დავაფაროთ, რომ ესე წვეთები არ წამოვიდეს ხოლმე, როგორც იცის და ვცდილობ რომ დავაფარო.
სუნი რისი აქვს, ცოტა ვერ მივხვდი, ვერ ვუკავშირებ ვერაფერს. აქ აწერია, რომ ხელის კრემი ჩაფულის არომატით. რაღაცა იცით სად მივყავართ? რაც ციტრუსის სუნებისკენ მივყავართ, მოკეთ აქ უიმედე და იგივე დავაფარე, ეს მინდოდა დამეფარებინა, რომ არ გადმოუვიდეს ისა. რაღაცნაირი ანუ ეგ ის აქვს, ციტრუსისკენ მივყავართ, ოღონდ ვერ გავიგე საერთოდ რისკენ მივყავართ. მაგრამ რაღაცა ის შორიდან რო გირტყავს სუნი, ეგეთი შეგრძნება გაქვს. აი, მოდი ვნახოთ ხა გადავინაწილოთ ხელზე. რაც მომეწონა გუში რო დავტესტე გოგოებო არის ის, რომ არ არის შემაწუხებელი. აი, მაგალითად ქოქოს ვიყენებ ხოლმე, ძირითადად უფრო ქოქოსისკენ ვიხრები ხოლმე და რო ვყიდულობ და ვისვამ, რაღაც გაზეპილი რო გაქვს ხელი, ხო იცით, აი გვიან რო შრება ძალიან, რაც უნდა ცოტა წავისო, მასე მაქვს ხოლმე. ამის შემთხვევაში რა ხდება? აი, ავტომატურად უკვე მშრალი ვარ. ანუ აი, როგორ გითხრათ, წავისვი, მშრალი ვარ. აი, აღარ იგლისება რაღაცნაირად, მე მგონი მიხვდებით, რასაც გულისხმობ რა. რა ძალიან კარგია და დავიკეთოთ ჩემი ბიჭები. მოიცათ, უკაცრავად. ხო და მოკლედ ეს არის, რა ქვია, ძალიან კარგი პროდუქტია რა და ძალიან მესიამოვნა, რომ აღმოვაჩინეს ზოგადად. მე ადრე არ გამომიყენებია და ჩემგან 10-იანი. ჩემგან 10-იანი. მოკეთ ესეთი ამბები დღეს სახლში ვართ, მაგრამ დღევანდელი დღე არის ძალიან დატვირთული დღე, რადგან შეკვეთები მაქვს და შეკვეთები მაქვს ყვითელ საყურეზე. ის სამი საყურიდან ერთ-ერთი დამრჩა გასაკეთებელი, დეტალებია უფრო სწორად გასაკეთებელი, რაც ყველაზე მეტად ნერვების დამკლეჭია და აი ესეთი აი ესე რო იტყვი, ყველაზე საფრთხილო და აი ყველაზე მოკლედ რა დეტალი აქვს იმ საყურეს დარჩენილი და გასაკეთებელი, დანარჩენი ყველა გამზადებული მაქვს უკვე. ასევე საბერძნეთში მაქვს გასაგზავნი არაერთი საყურე და მათ შორის გუშინ კი არა და დღეს შემომივიდა შეკვეთა დედა მომწერა, რომ მისმა კირიამ, ანუ ქალბატონმა, ვის ოჯახშიც მუშაობს, ნახა ჩემი საყურები და ყვითელი მოდელი მოიწონა ძალიან, რომელსაც უკვე არ ვიცი მე რამდენს მეოთხე თუ მეხუთეს ვამზადებ უკვე. და ძალიან მოეწონა და დედას უთქვამს, რომ საჩუქრად გამოგიგზავნით და იმას უთქვამს, არა ვითარ შემთხვევაშიო, მე შევიძენო და მიხარია რაა, რომ ადამიანები სხვის რაღაცა იმას არ იყენებენ, რომ რადგან მათ ოჯახში მუშაობს, ამას კი არ იყენებენ, იმას აცნობიერებენ, რომ ამას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, გაგზავნა ჭირდება და შესაბამისად არაო, მე შევიძენო, იცის რომ სტარტაპი ვარ. ხო და მოკლედ უღრმესი მადლობა და ეგეც გასაკეთებელი მაქვს, ანუ და ზოგადად საყურები დავით ძალიან ბევრი აღარ მაქვს კი არა და აღარ მაქვს, აი რამდენიმე მოდელი დამრჩა მარტო, იმიტომ რომ ამის რატო ამოვიგლიჯე ესე უთავმოყარეოდ. ძალიან ბევრი მოდელს ვგზავნი დედას საბერძნეთში და შესაბამისად მე ბევრი აღარ მრჩება. ერთ-ერთი დავდე გასაჩუქებლად გოგონებო, მინდა რომ ეს მიმართვა ნახოთ ახლა. მოკლედ არის გათამაშება ჩემს აქსესუარების გვერდზე, რომელსაც აუცილებლად დავდებ აქ და მოგინიშნავთ. და ყველა პირობას თუ შეასრულებთ, ავტომატურად ჩაერთვებით გათამაშებაში, თამაშდება ძალიან ლამაზი საყურე, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან ბრტყვია და ბრჭყვიალა, როგორც მე ვიცი ხოლმე. და გამიხარდება თუ იმ პირობებში შეასრულებთ, რა პირობებიც არის მოცემული პოსტში და ავტომატურად ჩაერთვებით ყველა გათამაშებაში. ვიმეორებ, ეს ხდება ჩემს Facebook გვერდზე, რომელიც თქვენთან უკვე იქნება აუცილებლად ასე ვთქვათ, მონიშნული ფოტოსახითაც და ისედაც აუცილებლად დავწერ სად უნდა გადახვიდეთ. მე მგონი ბევრმა იცის კიდეც სად უნდა გადავიდეს. ნუ ყველა პლატფორმაზე აუცილებლად განვათავსებ იმ პოსტს. მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა, ჩემს კონკრეტულ აქსესუარების გვერდზე უნდა მოხდეს ყველაფერი ის, რაც გთხოვეთ.
მოკლედ, ესეთი ამბებია, ძალიან მიხარია, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სტარტაპით, ყოველ შემთხვევაში გონია, რომ ძალიან გაამართლა და მიხარია. ასევე მიხარია ის, რომ მიწერე, რაღაცნაირი განსხვავებული სტილი გაქვსო და რაღაცნაირი სტილი გაქვსო, შენეულიო უბრალოდ და ეს ძალიან მახარებს თუ ჩემეული სტილი მაქვს და ძალიან მომწონს ეს შეფასება, რაღა დაგიმალოთ, იმიტომ რომ ჩემეული სტილი ნიშნავს ინდივიდუალობას და თუ მაქვს ძალიან მიხარია. მე რას ვფიქრობ ერთია და აუდიტორია რას ხედავს მეორეა, ხო? მოკლედ, არის საყურები, რომელსაც უკვე მრავლად ვამზადებ ერთი და იგივეს. თიკამ დადო story, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. ხო და მოკლედ იქიდანაც მომწერეს მერე ინსტაგრამზე, რამდენიმე ადამიანმა რო იქ უნახავთ და აუცილებლად გადავწყვეტ და შეგიკვეთავთო, მოკლედ, რასაც იზავენ, მაგაზე არა მაქვს ხა ის რა ქვია. მთავარია რომ ადამიანებმა მიდის უკვე ნელ-ნელა და ვრცელდება ეს ჩვენი გვერდი, უკვე 482 ვართ, თუ არ ვცდები. ვინმე ხა იფიქრებს, რომ მე 33,000-იანი გვერდი მაქვს და ანუ ბევრად მეტი უნდა მყავდეთ, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ნახეთ, ძირითადად ეს ადამიანები არიან ადამიანები, ვინც უყურებთ ჩემს იუმორისტულს და სულ დღეში იზაყურეები. და მეორეც არის, არ ვარდება საყურებზე დადებული ინფორმაცია აუდიტორიაში. არ ვარდება, აქვს ძალიან ცოტა ნახვა. შესაბამისად, ნახეთ, ეხლა როცა ცოტა ნახვა აქვს, ვერ იგებენ რა უნდა ქნან და ბუნებრივია, რომ აიმე ვერ გამომიწერს, იმიტომ რომ ვერ ნახულობს. რაღაცა კატეგორია ხო არის, ვისაც სულ არ უნდა შეისაყურე და უნდა ის კონკრეტული რაღაც, მეორე ნაწილი არის, ვისაც უნდა გამოგიწეს კაცო, მაგრამ ვერ ნახულობს, შესაბამისად, ვერ ნახულობს და წერტილი და ასე შემდეგ. არ ვიცი, ბოლო პერიოდში საერთოდ დოდონას ვიდეოები არ ვარდება, ერთი პერიოდი ამოიქაჩა, მერე ისევ ჩაიძირასავით და იმედი მაქვს უკვე გამოსწორდება, იმიტომ რომ მე არ ვარ პირველი, ვისაც ეგ პრობლემა აქვს. კაცრავად. ხო და ასე რომ ესეთი ამბები და გადაბრძანდი და ჩაერთეთ გათამაშებაში. გუშინ მეტროში შეხვდა ჩემი გამომწერი და ძალიან გამიხარდა. მიხარია ის, რომ მოდიხართ, მიხარია ის, რომ მესაუბრებით, მიხარია ის, რომ თქვენს ემოციებს გადმომცემთ ხოლმე. ხალხო, ძალიან მიხარია და არც ერთი წამით არ მოგერიდოთ ის, რომ მოხვიდეთ ჩემთან. მე ვარ ისეთივე ადამიანი, როგორიც თქვენ ნებისმიერი ყველა. ისეთივე შეგრძნებებით, ისეთივე ემოციებით, ისეთივე ყველაფრით. ამიტომ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ, ვიღაც მოვა ჩაგიხუტებთ და სითბოს გადმოგცემთ, ისეთ რომ ასევე მიხარია მე. ხო და მადლობა, რომ მოხვედი და მოდიხართ და უამრავი ადამიანი მოდიხართ. უღრესი მადლობა. მოკლედ, ახლა ვაკეთებ ერთ მოდელს, რომელიც მეზიზღება. ანუ თვითონ საყური არის საოცრება, მაგრამ მეზიზღება, ამ პროცესი მეზიზღება. ამას ხედავთ ალბათ. ეს არის ის, რაც ავაძრე და თავიდან მომიწია გაკეთება და რატო. ეს არის ახლა შიდა დამუშავებული უკვე. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთდეს და არის აი ეს. ჩათვალეთ. ხო და ეს უკვე გავამზადე, ეს ახლა არის გამოსაჭრელი და დასამუშავებელი, ეს არის მეორე ფენა და ერთ ფენაზე მე საყურეს არ ვაკეთებ. გააჩნია საყურეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისეთ საყურებს ვამზადებ, რომ ორივე ფენას უკეთებ. და ყველაზე ცუდი რაც აქვს ამას, ოდნავ წებო მოგივა სადღაც და უნდა ააძრო. იმიტომ რომ ბარხატებზე კეთდება და ეს თუ დაზიანდა მეყოლე ვარდივით. საუბარია ამ საყურეზე. ხო, მეორე რაც არის რომ მე ეს უნდა გამოაძრო. შტირი მიღუნო, ეს თუ გაგიფუჭდა, კიდე უნდა დაშალო თავიდან გააკეთო. ანუ ჩემი მოთმინების ყველა რესურსი იწურება ამ საყურის დროს. თუმცა საყური არის კლასიკა, აი ეს საყური არის კლასიკა. თუ გინდა რომ ძალიან ისე გამოიყურებოდე და გეკეთოს რამე
ისეთი რაც ხაზს გაუსვამს, რომ რაღაცა ძალიან ელეგანტურად გამოიყურები, ნამდვილად არის აი ეს საყურე, მაგრამ კი ხედავთ, აგერ მეორე დავიწყე. მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ერთი გაგვიფუჭდა. რაღაცა ზედმეტი წებოები მომივიდა, ოდნავ თუ ზედმეტი წება მოგივა, როგორ არის, იცით, შეგიძლიათ რომ გამოასწორო, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტად ბევრი მოვიდა სავარაუდოდ, რისი ფიზიკურად გამოსწორება არ შეიძლებოდა და უმჯობესია ხოლმე რომ ააძრო მერე აუცილებლად და თავიდან გამოჭრა და თავიდან გააკეთო, რაც რა თქმა უნდა ორმაგი ხარჯია, მაგრამ არ დაეძებ, იმიტომ რომ ადამიანს საყურე უნდა ჩაბარდეს ისეთი, როგორიც საჭიროა. შესაბამისად არის ეგ ამბავი, მოკლედ ეს ხა პირი გავიწმინდოთ, იმიტომ ხელი დავიწვი, თითი დავიწვი და უკვე ამომებერა ბუთქი, იმიტომ რომ ამაზე მიმედო, ამაზე აი ეს უკეთია, რაც იცავს ჩემს თითებს, მაგრამ გაწმედის დროს ზვრება ხოლმე, ზვრება გაწმედის დროს და აგერ ისა დავიწვი თითი თან რამხელაზე ნეტა ნახოთ. შაბათ კვირას ერთად წავბოდიალდეთ სითიმოლში, ან შაბათს, ან კვირას, რა ვიცი, რომელ დღეს მთლად შაბათიც არ მინდა, მაინც და მაინც რო გითხრათ, იმიტომ რომ მაქვს საყურების ამბები მაქვს შაბათს და რატო? ხო და არ ვიცი, მოკლედ უნდა წავიდეთ და შევიძინოთ ვაუჩერით რამე. ხო და წავბრძანდეთ და რამე შევიძინოთ ჩვენთვის, მარიკოსთვის თუ კობასთვის თუ პავლესთვის, არ ვიცი, მაგრამ წავიდეთ. უნდა წავიდეთ. მოკლედ ეს ახლა სულს გამიმწარებს ეს თითი, იმიტომ რომ უკვე ვგრძნობ რა ძალიან მტკივა და მეწვის, ანუ ჯერ ახლა დავიწვი და უკვე როგორ მეწვის. აქ უნდა წამესვე ხან კარაქი ან რამე უცებ, მაგრამ მოვიფიქრე მკვდარი ბარი, აი ადგომა რო გეზარება, ხო ეს აი ეგეთი ის მაქვს, რა ქვია. არა უშავს დედიკო, ყველაფერი რიგზია. აი, ეხლა ჩვენ გვინდა ეს შუალედები. კიდე მოძრა, ანუ ეხლა ნერვები უნდა დამაგლიჯოს. ადი რა, რამდენჯერ დავგიწვა ეხლა, ვერ გავიგე შენი იმით თითები მიზეზით, თუ ჩემი მიზეზით. ხო და წავბოდიალდეთ ერთად ვამბობ, იმიტომ რომ ფაქტობრივად თქვენ ყველა ნაბიჯზე ხართ. ჩემი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე. ხო და აი ამ საყურეზე ვამბობდი, რომ ეზიზღება ამის შეკვეთა, რომ შემომდის ხომ ტვინში სისხლი აიქ სადღაც ადის. აქვე მაქვს გამზადებული აი ეს ჩვენი ლამაზი ყვითელი, ვაიმე დედა რანაირად გაჩვენეთ. ყვითელი შუშები და ყველაფერი, რაც ესე იგი სჭირდება იმ საყურეს, რაც შემიკვეთეს საბერძნეთიდან. და ეგეც უნდა გავაკეთო მოკლედ დღეს, იმიტომ რომ ხვალნაძე უნდა გაიგზავნოს, აი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გაიგზავნოს, იმიტომ რომ დაახლოებით 19 რიცხვში იქ უნდა იყოს თუ მოესწრება, ოღონდ არ ვიცი როგორ იქნება ეს საქმე, ეს არის აიმების საჭრელი, რომელიც უკვე დავუწვი კობას, აგერ სილიკონი მიედო და მივუნადგურე და რო ნახავს, არ ვიცი, იმედი მაქვს არ გამშურდება. არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი. კაი, მოკლედ, ეხლა ჩვენ ამას ძალიან დიდი დრო უნდა, მაგრამ რადგან საყურეა ძალიან ლამაზი, რა თქმა უნდა, ეს გაშრება და მე ამოვიღებ ზედმეტ იმას, რაც აი აქ შემთხვევით ჩაყვა წება, ეს მერე გავასუფთავებ, ამის ეს ერთი დღეში არ სრულდება ეს საყურე, მეგობრებო. ხვალ ვნახავ, კიდე გადავხედავ სრულად გამშრალზე როგორ იქნება, სადმე თუ ან ზედმეტი რამე, ან
კიდე ჩასასხმელი ოდნავ სადღაც უნდა წერტილი წებო თუ როგორ არის თუ რანაირად არის, სანამ გაიგზავნება, თავიდან ისინჯება საყურე სრულად და მერე იგზავნება, მანამდე არ იგზავნება, სანამ ბოლომდე არ დავწმუნდები, რომ საყური არის ისეთი, როგორიც საჭიროა, არ იგზავნება. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დრო. ნუ გაგზავნამდე ვიცახე. კარგი, ეს ახლა უნდა გაშრეს და დავანებოთ თავი. და უნდა გამოვჭრათ აი ეს ფრთხილად გაიმეს, ნუ გავთიშო, რომ კიდე არ მიმედოს და სული არ გამიმწაროს, დამპალიეს. ნახეთ, ეს უკვე მოუსლაბდა ეტყობა და რაღაცა ძალიან მწვავს თითებს ეს ის არა ქვია. ვერ გავიგე რატო ასე, რატო გამეტებით ასე, რატო ვიწვევით დღეს დილი და ხო არ იცით. ესე იგი, ჩემი მაყურებლები მწერენ, რომ რაც შესაყურები დაიწყეო, რაღაცა ძალიან დაკარგული ხარო. რეალურად საყურები დავიწყე კი არა სამსახურმა წამართვა მთელი ჩემი დაჩენილი დრო და შესაბამისად ვეღარ ვიყოფი 10-ად, მაგრამ ნახეთ, ვცდილობ ხოლმე ხო მაინც რომ მოვიდე და რაღაცა ადამიანს რომ მოლოდინი აქვს, რომ აი ხა დადებს და ის დადებს, აი ძალიან მიხარია და მადლობა ყველას, ვინც ელოდებით ხოლმე, რომ თქვენი პუტკუნამსის ხივი გამოჩნდება. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ რას ვიზავთ, ცხოვრება არის ის, რაც იწვევს სრულ ქაოსს და თავისთავად მე ეს ქაოსი ძალიან მიყვარს. ნუ ხო, ეხა დაღლას და იმაზე ნუღა ვისაუბრებთ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მე კი არა, ხალხი ისეთ ადგილებში მუშაობს, ცივი წყლები და რა ვიცი, დღე დაღამელაგება და რა ვიცი, რა პირობებში მუშაობს ხალხი, ჩემმა მტერმა იმუშავა იქ და აბა იმათ რა უნდა თქვა, ხმა რა მომეღება არაფერზე. ძალიან რთული ვითარება, თუნდაც აქ, თუნდაც საზღვარგარეთ ჩვენი ემიგრანტები რომ მუშაობენ. ძალიან მწუხვარ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ცხოვრობს ისრაელის ტერიტორიაზე და ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ ჩემი უახლოესი ადამიანი ცხოვრობს იქ და მეუბნება, რომ არაფერი ესეთი არ ხდება, რამდენჯერაც ვიწერე და რა თქმა უნდა, ეხლა რა არაფერი არ ხდება, გეხოცებით. გაგანია ომია და ცდილობენ რომ დაგამშვიდონ ხო შენიანები თავისთავად, ეხლა ბუნებრივია და რაღაცა, მაგრამ მე ძალიან ვღელავ და მე მგონი ადამიანი არ არის, ვინც სულაც არ არის აუცილებელი ვინმე გყავდეს, რომ ღელავდე, ომია და აი ომში ხარ. ჯერთი ჩვენთან ისედაც ომია უკვე რამდენი წელია, მაგრამ აი ესეთი ომი, რა ვიღმერთმა გვაშოროს, რა თქმა უნდა. ხო და რა ვიცი, აბა როგორ შეიძლება რომ ამაზე არ გქონდეს ისეთი ის რა ქვია, არ აქვს შუბა ყავს თუ არა იქ ვინმე მსოფლიო ნადგურდება, ხალხო მსოფლიო ვიღაცა დეგენერატი ლიდერების გამო, რომ ასე უნდათ თუ ისე უნდათ თუ გლეჯენ ერთმანეთს და არის ერთი ამბავი და რა ვიცი, მოკლედ რა არ ვიცი რა. ზოგს ტერიტორიები უნდა, ზოგს ის უნდა, ზოგს ეს უნდა. მოვა ვიღაცა კრეტინი და შენი ტერიტორიაზე გეუბნება, რომ არა ჩემია და წადი, ანუ რატო, იმიტომ რომ ჩემზე ძლიერი ხარ, ვინ მიგდიხარ, ჩემ ქვეყანას რომ ართმევ, ხო? რას ვიზავთ? ომში ფული კეთდებაო, როგორც ამბობენ. აი მედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება მსოფლიოში და რაღაცნაირად დასრულდება ეს ქაოსი. ჩვენ შემთხვევაში არ ვიცი ეს ქაოსი და ეს ომი, რაც არის ჩვენთან და ზუსტადაც რომ ომია, ნამდვილად არ არის აუცილებელი, რომ ტყვია წამლისის ტრიალებდეს, რა ქვია, ომია, აბა რა არის. რავში ვართ აბა უკაცრავად. ჯვარი გწერია, რომ ტყვია წამლებითაც დავიწყოთ და დაგვიწყონ და ასე შემდეგ. ომი ნამდვილად არ მინდა, არ ვიცი იქნება დრო რო გავა, გონიერი ადამიანები გამოჩნდნენ, ისეთები, ვინც რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანას დაგვიბრუნებენ და დასრულდება ეს
ნუ ხო ნაკლებად შესაძლებელი როა ვიცი ახლა მაგაზე არც ორი აზრი ნამდვილად არ არის მაგრამ ნუ რა ვიცი მარიკო იქ ცალკე ვლოგშია ჩართული შემდეგი ეტაპია ო რაღაცას ლაპარაკობს იქ რაღაცას კი არა ვინდერ ალანეთა და სტიჩი უნდა დაუმალო კი ბატონო დედი ეგ არა რთულია და ხოლმე კარგი დედიკო თირკმას ნუ ათანთალებ შენ თირკმას ნუ მითანთალებ შენ შემოგევლე აი ამას რო გავაკეთებ დედას გეფიცებით ვიტყვი რომ არც ერთი საყური აღარ დამხრის ასე არც ერთი გაგლიჯავს მიყელანები მაგ მოხეული მოგლეჯილი და განადგურებული ჯერ სადახართ წინ მელიშტირის დამაგრება და მერე კიდე ამისი შეერთება გადაერთება რო ზედმეტად დიდი არ მომივიდეს სადმე რო საყურე ერთიანი იყოს და მოკლეთ ეგ კიდე ცალკე ამბავი რა სიტყვით შემდეგი ვის გავუგზავნო საყურე საჩუქრად ვერიკობებს ხო დედიკო აბა რა სიტყვით ჩემო გოგოებო თქვენი აზრით ვინ იყოს რიგით მეორე ვისაც დოდონას აქსესუარი გაეგზავნება თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ ვის გავუგზავნო მე რაღაცა ვერ ვხედავ აქ მონაკვეთი მაქვს ამოსაჭრელი თქვენ როგორ ანა ვინ არის და კი ბატონო და ეგეთი აზრი მოვიფიქრე კი ბატონო აიას განაცაყურე კი ბატონო დედიკო მამიდას გულისხმობს ბებოს გულისხმობს და მამიდაშოს გულისხმობს ჩემი გოგო ეს ეტაპი ამისი დასრულებულია მერე დავუყვები და მეორესაც რო გავაკეთებ სადაც ზედმეტად ასე ვთქვათ არის წებოს მონაკვეთები იმას მერე სილიკონით გავადნობ ხო და შემდეგი ეტაპი იწყება ჩამოკიდვა ჯერ ოღონდ მოგატაწებდეს აი ეს შემდეგ მოკლედ წავედით შემდეგ რაუნდს როგორც ხედავთ მე მგონი სისხლდენისგან ვკვდები ეს მარიკომ გამიკეთა ამიწყო თავისი ხელით და მომილოცა დედის დღე რა თქმა უნდა და მე კიდევ სრულ იმაში ვარ რა ქვია დედას მიბრძანდება ჩემო სიცოცხლე და მოდი გაგიკეთო გინდა გავიგე დედი მოდი გაგიკეთო გინდა მე და შენ გვეკეთოს და მე მომეცი და ყოველას მე ხო ვერ გავიკეთებ სიყვარულო არა ორს გაგიკეთებ კარგი და მოკლედ როგორც იქნა ის კატასტროფა დავასრულე რომ გეუბნებით ხოლმე რომ როგორ მეზარება იმის გაკეთება თქო აი მე მიშველი აი ეს არის ჩემი ყელსაბა აგერ დასრულებული ვერსია შავ ფრჩხილებს ნუ შეიმჩნევთ იმიტომ რომ აი აქ რო ნაგავია და წებოები და რაღაცები ეს არის ბატონო მოგეწონა კი დედიკო ხო ვისაუბრეთ ამ თემაზე ძალიან მომეწონა მოსწონს ჩემი გაკეთებული ყველას დიახ დიდი მადლობა ასევე ესეც დასრულდა რომელიც შეკვეთით იყო და ამას არ დავჯერდი და ბარემ საბერძნეთში გასაგზავნით ბარემ აქვე გავაკეთე ეს იმ ადამიანის არის ვინც სამი საყურე ერთად შეუკვეთა მარიკო საუბრობ ნახე დავასრულებ და ვისაუბროთ კარგი იმიტომ რომ ყველა ერთად რო ვისაუბროთ ვერ გავიგებ რაზე ვსაუბრობ რა არა არ გაჩერდე მაგრამ 2 წუთი დავასრულე მერე შენი საუბრე ხო და ეს საყურე იმ ქაბატონის არის რომელმაც შემიკვეთა 3 საყურე
და რადგან 3 საყურე შემიკვეთა, აი ეს წავა მასთან საჩუქრად. დასამუშავებელია, ახლა ვამუშავებ, დამუშავების პროცესია. მეორეც დავაწებე თუ რაღაც. მოიცა მიშვილეთ. ნაწილი მეორეზე დასაწებებელია, მაგრამ ჯერ ეს მოვრჩე ერთი უცებ და ძალიან მინდა რომ ეს საჩუქრად გაუგზავნო მადლობის ნიშნად, რომ ადამიანმა შემიკვეთა 3 საყურე და 3 საყურე ნამდვილად არ არის ცოტა დამერწმუნებით. ესე იგი დილიდან ვზივარ გოგოებო, მე მგონი სკამის ფორმა მაქვს მიღებული სავარაუდოდ. შევხორცდი სკამზე მე მგონი, მაგრამ მიხოთ იმისა, რომ მითხრა, რომ არ იჩქარო, არ მეჩქარებაო, შეკვეთა, უნდა გაამზადო, უნდა დადო და როდის წაიღებს და რას იზავს ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, რომ დავასრულებ დღეს მივწერ შევთანხმდებით დროზე და მერე გადაწყვეტს რამდენ ხანში გადავწყვეტ ვინ როდის მოვიცლით, რომ მოხდეს მიწოდება დროულად. მიუხედავად იმისა, რომ მითხრა, რომ არ მეჩქარება. მიუხედავად ამისა. ასე, პირში ნუიდებ არ გადაგეყლაპოს, არ დამღუპო შენ შემოგელოს დედა. ხო და მოკლედ დღევანდელი კი არა და ამ რაც შემიკვეთ ესეგენი ყველა დავასრულე, ასე ვთქვათ. ხო და იცით რატომ მინდა ხოლმე რომ დროულად რო იტყვია, მაიმე დედა მიშველეთ რას გავარ, დროულად მოვრჩე ხოლმე ყველაფერს, ანუ ვიხოთ ვისა შეიძლება არ ეჩქარებოდეს ხო ადამიანს. მირჩევნია და რატო გოგოებო, იმიტომ რომ უცებ რო სხვა შეკვეთა შემოვიდეს და რო შემოვა, მერე უკვე ვარ აჭრილი, რომ უიმე იმას არ დაუგვიანო, ვაიმე ამას ხო ხდებით რა და ამიტომ მირჩევნია ხოლმე რომ თავის დროზე ყველაფერი ჩაიბაროს და ჩავაბარო და მქონდეს მზად, მე შვიდად ვიყო და ასე შემდეგ. ტელეფონის გადასახადზე გითხარით თუ არა, არ ვიცი, 300 ლარი შევიტანე უკვე გოგოებო. და როგორც იქნა ორს წინ აღარ ვხედავ, ანუ 1000 რაღაც დარჩა, საკმაოდ ბევრი. მომედე, მადლობა. ეს გაუჭუჭყიანდა. თუმცა 2000 აღარ დარჩა და 4 მით უმეტეს. როგორც იქნა ჩამოცდა 2000-აც და ზაფხულამდე მოკლედ მინდა რომ ძალიან შევამცირო სანამ ზაფხულში წასვლის და რაღაცების სეზონი მოვარო, მერე ვისვენებ და ამ დასვენების პერიოდში რაღაცნაირად კარგად მქონდეს შემცირებული. ვისვენებ ხა მეძრა ზავშვიდით დავისვენებ. ახლა რადგან პედაგოგათაც გადავედი, რა თქმა უნდა, მე მაგდენი ფუფუნება დასვენების აღარ მექნება. აი ეს გახლავთ, ეს პაწაწინა, ერთი წუთით გოგოებო, მაპატიეთ. ვაიმე რა ვქენი მიშველეთ. აი ეს პაწაწინაა, რომელიც მასთან წავა საჩუქრად. ესენი, რა თქმა უნდა, მიბრძანდება, თეთრები და კიდევ სხვები, მოკლედ. და ესეც, რა თქმა უნდა, წავა. ისეთია ყოველდღეს რომ შეუძლია ადამიანს გაიკეთოს. თავად გაიკეთებს, სადმე დიხარ, ერთი წამით ცხელი წებუა, დედი არ დაიწვა, გაიწია ჩემო სიცოცხლე. გაიკეთებს თუ ვინმე საჩუქრებს თუ არ აქვს მნიშვნელობა, თავარი არის რომ გაუხარდეს. ეს ძალიან მცირედი ჩემგან პატივისცემის ნიშნად, რომ 3 ერთად შემიკვეთა უკან, როგორც ხედავთ, მატერიების სისამაქ, რა ქვია, გამოფენა. მატერიები მილაგია უკან, წითლით მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადავიწვი, თუმცა ამაზე მე დიდხანსაც მიმუშავია, მაგრამ გადავიწვი მართლა. ამიტომ ალბათ ფიქრობ, რომ დღეს მეც აღარ გავაკეთებ, ან გავაკეთებ გვიან. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ საქმეები მაქვს, სახლი უნდა მივალაგო, მილაგებული იყო, მაგრამ სუძირს ყრია ამის რაღაცეები და
უნდა მივალაგო, სარეცხი უნდა შევყარო. ხო, ბანაობით, დილაობით ვბანაობ ხოლმე, იმიტომ რომ ამ თმას სხვანაირად ვერ დაიყენებ. გუშინ დაბანილ თავს ეხა თუ გავს ეს გაფიცებთ ვიმეს მითხარით. ნიც და სხვა ასე ვშვები სულ ჟელეთი და რაღაცეებით. მაგრამ რაღაცა ძალიან გაფრენილი აქვს დღეს. მიღვიძა, იმიტომ რომ დღეს დილით აღარ ვიბანავ გადამძვრა, ხალხო კანი თავზე აღარ მაგ. ყოველდღე გიჟივით ვარ აბანოში შევარდნილი. ეხა გრძელთმას ყოველდღე არ ვბანდი ხოლმე. მთლად ასე როგორც ახლა ამ მდგომარეობაში ვარ, ნამდვილად არ საჭიროებდა. მაგრამ ახლა რომ ძალიან ბევრ იმას ვისვამ სპეციალურ რაღაცებს, რომ დაკუჭკუჭდეს, ისედაც არის უბრალოდ ფორმა შეინარჩუნოს. ამიტომ ყოველდღიურად სჭირდება, რავი, ჩემ თმა სჭირდება და კი ხედავთ აგერ არაადეკვატურობისგან აქვს გაფრინილი ამ თმებს. ეხა ვფიქრობ, რომ ერთი ესეთი აუცილებლად უნდა მქონდეს, აი ეს, იმიტომ რომ გიჟდები და ჩემთვის არ დავიტოვე არაფერი. კი არა და ვინ გააკეთა რო თავისი თავისთვის, თორე კი. ხო და ესე. ვიფიქრე ავტეხავ გოგოებს სადმე ყავაზე გავალ, თქო და გეხვეწებით, სად გავალ? მე გამახსენდა რაღაცა შეკვეთები და ის რაც არის, რომ დროულად მივაწყდო, იმიტომ რომ მე რომ მუშაობ. ვიფიქრე, რომ შაბათს დავჯდებოდი გავაკეთებდი და რადგან დღეს ვისვენებ, მოდი მეთქი რა გვანცა. ტყუილას არ მაცობ, მისცხე და გააკეთე ბარემ, თქო და ამიტომაც გავაკეთე თან იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში დროულად მინდა გაიგზავნოს. ну, რა თქმა უნდა, დროულადაც უნდა გაკეთდეს, რომ გაიგზავნოს შეკვეთა. ამიტომ ის არის, რა ქვია, დაუმორჩილებელი უყურე ერთიანს. ფანტასტიკური ამინდია, ფანტასტიკური, აი, ძვლები გამithვა. ჩემი ქმარი ეძახის, ნეტა არ დაიწვებოდეთ ისეთ ხელა სახლშიო და რა ვიცი, მართლა გითხრათ, რომ ზივარ და ვაკეთებ, ხო, ვერც სიცხეს ვგრძნობ ახლა ამ წამს. ვერაფერს ვერ ვგრძნობ გარდა იმისა, რომ ფეხები აღარ მივარგა და ისა რა ქვია, ვეღარ ვიმართები წელში. ხო, ასევე მკითხე სახელოსნო სად გაქვთ? სახელოსნო არ მაქვს, გოგოებო. რა ვიცი, როგორც ხედავთ, სახლში ვარ, ვინც YouTube-ზე მყავხართ. სახელოსნო ფაქტობრივად იქით ოთახში კი მაქვს მოწყობილი, უბრალოდ ცივად არ შევდივარ და თან რადგან პაწაწუნა მყავს, მე ვერ დავტოვებ ეგრე რომ იქით ვიჯიდე, ცოტა მერე გავიაზრე, ეგ მართალი გითხრათ, რომ სად დავტოვე ხა ბავშვი 2-3 საათი ხოლმე აქ მარტო და გავიდე 2-3 მინდა ეძებს ხა 5 საათია ვზივარ. და ამის და გამო თორე თუ მექნება ისეთი ყველაფერი რაც მინდა რომ მქონდეს, აუცილებლად მექნება სახელოსნოც, მაგრამ არა სახლში. ეს იქნება სხვა სივრცე, სადაც რა თქმა უნდა, ალბათ ხვდებით რამ ხელა შეკვეთებზე ვიმუშავებთ. თუ მოვა ეგ დრო და თუ არ მოვა და რაც მოვა, რამდენის დროც მოვა, იმდეს გავაკეთებ, კაც. სახლში გავაკეთებ. ხო და ესეთი ამბები. სახელოსნო არ მაქვს, რა თქმა უნდა, მინდა. ვის არ უნდა რომ რაღაცა მოკუწკუწებულმა ჩავიცო და წავიდე საკუთარ სახელოსნოში. აუ, იდეალური იქნება, აი იდეალური. მაგრამ ჯერ გზის დასაწყისში ვარ, ამიტომ სახელოსნოზე ახლა გეხვეწებით. ეს კი არა ზოგი 20 წელია მუშაობს და სახელოსნო არ აქვს. პრინციპში არც საჭიროებს, იცი სახლში შეგიძლია მოიწყო უბრალოდ გააჩნია შენ თუ რაღაცეების დაგეგმები გინდა, იგივე ვორქშოპების და რაღაცების და არ გაქვს სახლში ის პირობები, რომ შენ თუნდაც მოსწავლეები აიყვანო. ну, ახლა ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება რომ ფართი იქირაო, თუმცა იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ფართები რა ღირს, აი ცალი ფეხი რო შემეტიოს, ეგ ფართი რო ვიქირაო, რავი, რამდენი 1000 მინდა და ორივე რო შევტიო,
გონზია რომ რამდენიც გადახდა მომიწევს ბატონო მარიკა. აი, იცი რომ დაგითხრა. დიახ. ეს ხო მე დავშალე იასონის ფერი. დიახ. ეს გახუმრე მარტო. ანათვის არია ეს. მე შენთვის დაგიმზადე მოიცა. დედი, ჩემთვის ხო ისედაც გაკეთებული გაქვს, შვილო, ზედ ისა, რა ქვია, ზედ მაქვს. ამას გაკეთებ მე გახუმრე. კაი, დედი, შენ რაც გინდა, შენს გულს რაც უნდა, შვილო, ის გამიკეთე, ოღონ უნერვიულობ. არ არის სატირელი ძალეობა. ხო, რა თქმა უნდა, რა გაქვს შვილო სატირელი ჯვარი გწერი. არ უნდა იკირო ერთი. ამ ყველაფერს აუცილებლად შევასწავლით ჩემ შვილს, მით უფრო რომ გიჟდება აქსესუარების აწყობაზე, გიჟდება ისე უყვარს. ჩემი სიყვარულო. ესე იგი, რაღაცას მას ვყურებდი, რა ქვია, რუსკაროა ქარქაშაძე, მსახიობი, ვუსმენდი, რაღაც დღის შოუში თუ არ სადაწყავდათ მიწვეული ინტერნეტში, მოკლედ რა, იქ ვუყურე და ამომიგდო და ძალიან ნიჭიერი გოგონაა, სხვათა შორის ერთი შვილის დედიკოა. ძალიან მომეწონა მისი აზრები იმასთან დაკავშირებით, რასაც საუბრობდა სახსრდასთან დაკავშირებით. ასევე როგორ არ ყველაფერში არ ეთანხმება ამ გაიდლაინებს, რაც ძალიან მომეწონა სხვათა შორის, იმიტომ რომ მეც ბევრ ამაში არ ვეთანხმები, მაგალითად იმაში, რომ თუ გამარჯვების თქმა ძახშად ვიმეორებ ამას და ალბათ ვინც მისმენთ ხშირად იცით, რომ ძალიან წინააღმდეგი ვარ ამის, თუ ბავშვს გამარჯვება არ უნდა, რო თქვას და თავად უნდა გაიაზროს თუ მოკლედ. ბავშვებს ჭირდებათ მიხმარება. ბავშვებს ჭირდებათ ხოლმე რომ ვმართოთ ისე, რომ ეს არ იყოს რაღაცა ისეთი სტრესული და ასე შემდეგ. რა არის იმაში ცუდი, ჩვენ თუ კი ვასწავლით ბავშვს მისალმებას? რას ნიშნავს ეს, რომ თუ არ უნდა დავაძალოთ თუ რაღაცა ეგეთი. ჩემთვის ეს არის მაგალითად წარმოუდგენელი. როდესაც ბავშვს ჩვენ ავუხსნით, რომ მან უნდა თქვას გამარჯობა და ეს იქნება როგორც რუტინა უკვე მის ცხოვრებაში და თავადაც ჯერ შენთვის უნდა იყოს რუტინა, რომ ბავშვს გაუჩნდეს ეს ყველაფერი. არ მგონია, რომ ამაში იყოს რამე ცუდი. რატომ არ უნდა ვასწავლო მაგალითად ვინმე ხომარ მეტყვით და რატო არის ის, რომ უიმე დედა ამით თურმე ისტრესება ბავშვი. მე თუ მკითხავთ, რაღაცა გაიდლაინები არის, რომელიც ერთ აფერშუაში არ არის ბავშვთან და რაღაცა მოგონილი ზღაპარია, რაშიც გადაიხადეს ფული და დაიწერა, ხა ხონა დაწერილიყო რამე და ადგნენ იფიქრეს, რა სისულელები დაეწერათ და მოიგონეს, რომ მოდი, ხა ამას დავწერმე და სულ არ ჭირდება ბავშვს გამარჯვების თქმა და გაიზრდება და თავად გადაწყვეტს გამარჯობა უნდა თუ არ უნდა, რო თქვას, ანუ ვერ ვეთანხმები. ვერანაირად ვერ ვეთანხმები, ეს კი თქვენ ჩემგან საჩუქრად იმის ნიშნად, რომ ჩემთან შეიძინეთ 3 საყურე, არ ვიცი აქ როგორ ჩანს, ხა პორტრეტის რეჟიმა გამაგიჟა. ერთი წუთი ძალიან ვკაშკაშებთ და უკვე ძალიან შევღუნდი. ხო და ინდოელს არ გაფიცებთ, აი ყველაფრით. მოკეთ იმის გამო რომ არ ვეთანხმები. ასევე არ ვეთანხმები რას? გაიდლენები არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში. მშობლების იმ კატეგორიას, რომელსაც ძალიან უნდა მიშვილმა ისწავლოს რამდენიმე ენა, მაგრამ ბავშვმა არ იცის ქართული. ბავშვს უჭირს მეტყველება ქართულად, მაგრამ ინგლისურად იცის.
ბევრი სიტყვა და შეიძლება ფრანგულსაც ხლავდეს. რა არის პრიორიტეტი? პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენ შვილებს ჯერ ვასწავლოთ ქართული. თუ ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ და ასე შემდეგ და თუ ქართველი ხარ, მოკლედ აღარ ვნახა საცხოვრობ შეება კანადაში ცხოვრობდე, მაგრამ ქართველი თუ ხარ, ქართული ასწავლო, მაგას არ აქვს ხელმისაწვდომობა, რაც ისულელ მოვროში. მოკლედ, თუ გინდა ჩვენ შვილებმა აისწავლონ ქართული ხალხო, არ არის ეს მარტივი გზა, რომ ისწავლონ და ამ სოციუმში რაშიც ვართ, რომ ძალიან არის აქტიური სოციალური ქსელები და მიდის უცხო ენებზე სიმღერები გინდა, მულტფილმები გინდა და ბავშვები უკვე აჭრილები არიან და ვეღარ გაუგიათ რა ენაზე ისაუბრონ. ნაკლები დრო უნდა გავატარებინოთ ჩვენ შვილებს გაჯეტებთან და პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვის ჩვენთან საუბარი. ეს იქნება წიგნები თუ რა კომუნიკაციის ხერხი, ამას თავად თქვენ თვითონ დაალაგებთ თქვენ შვილთან და თქვენი შვილი თავად გიკანახებთ რა მიმართულებით წახვიდეთ, იმიტომ რომ ზოგი არის სულ არ უნდა შეიწიგნები და რა მიმართულებით წახვიდეთ, რომ მას ნელ-ნელა მეტყველების ეს შეფერხება გამოუსწოროთ. ეს თქვენ თავად უნდა მოიფიქროთ, თქვენ თავად არ არის არავინ საჭირო ეხა ამაში, თუ მე ვიძახი, როდესაც ქართულის პრობლემა აქვს ბავშვს, მე არ ვიძახი, როდესაც არის ძლიერი შეფერხება, ძლიერი შეფერხებისათვის უკვე აუცილებელია სამედიცინო ჩართულობა ბავშვებისთვის და თავად მაგალითად თუ არ გადავწყვეტთ რა ვქნათ უკეთესი, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ხო, რატომ აქვს ბავშვს შეფერხება, მაგრამ თუ კი აქვს უბრალოდ ეს ბარიერები და უჭირს ათვისება და იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ჩანაცვლებები გავუკეთოთ და მივეხმაროთ ბავშვს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ხატვით, გაფერადებით და უამრავი აქტივობით ბავშვს დავაძლევინოთ ის, რომ მუდმივად არ იყოს გაჯეტებთან მიმაგრებული. ამისათვის უამრავი აქტივობა არსებობს, მათ შორის რა ვიცი, გეუბნებით გაფერადება, ხო, რაც ყველაზე ისეთია გავრცელებული, თუ დახატვა იქნება ეს, თუ რაღაცა წარმოსახვითი თამაშები, თუნდაც რა ვიცი, ბურთით და უამრავი რამე, თუნდაც თოჯინობანა იქნება, თუ მანქანობანა იქნება, თუ რა იქნება. ყველაზე კარგი გზა, მაგალითად, თქვენ თუ გინდათ რომ უფრო მეტად ისწავლოს თქვენ შვილმა მარტივად, ეს არის სიმღერა. აუცილებელი არ არის, ხა ნოტი-ნოტზე დავსვათ, მაგალითად გეუბნებით, არის ლექსი დედიკო, ჩემო ლამაზო, ხო არის სიმღერაც არის, ხო? შეგიძლია ლექსად ასწავლო, მაგრამ ლექსად ერთულებად, მაგალითად, პირობითად გეუბნებით ბავშვებს. ამიტომ სიმღერა მეტად გაუადვილდებათ. მეტად ყველა ბავშვზე საუბარი მეტად ითვისებენ სიმღერით, ვიდრე ბავშვები ესე დაადგე და ახლა ლექსის ფორმატით ასწავლო ბავშვს. ლექსა ძალიან უჭირთ. სიმღერა ძალიან მარტივად გამოსდით ბევრად. ამიტომ ურჩევნიათ ხოლმე, რომ აი ამ მიმართულებით წავიდნენ. თუ კი თქვენ ატყობთ, რომ თქვენს პატარას უჭირს ლექსით სწავლება, მიმართეთ სხვა გზას, როგორც არის ეს სიმღერა. სიმღერა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ბავშვს მეტად მოეწონოს ის თქვენი თუნდაც ლექსი, მეტად გამოერკვას კიდე რაღაცეებში, დამიჯერეთ რა, სცადეთ, ეს ხერხი ხალხო, დამიჯერეთ, სცადეთ და პირობას გაძლევთ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მოგცემთ ეს ყველაფერი. იმღერო, სიმღერით მოყვეს, რაც უნდა. ამაში არ შევზღუდოთ ბავშვები, იმიტომ რომ ასაკს გააჩნია. ნახეთ, თუ მაგალითად ბაგაზია საუბარი ლექსად, რატო თუ მაგალითად დამამთავრებელ ჯგუფზია, ხო? საუბარი და იქაც უჭირთ, თქვათ, ბავშვების რაღაცა კატეგორიას ლექსად სწავლება, აქაც ძალიან მარტივია, რომ ჩვენ ვასწავლოთ სიმღერით და არც ეს არ არის დანაშაული. ყველაფერს რაღაცა თავისი მიდგომები სჭირდება და არ არის აუცილებელი დავაყენოთ ახლა კედელთან და დავაზუთხინოთ რამე ლექსი. არ არის აუცილებელი. ასწავლეთ ხიხინით, ასწავლეთ ტაშის დაკვრით, აი მაგალითად პირობითად
რაც ლექსია ხალხურია, რომელიც არის ჩემო კარგო დედიკო, ჩემო ტკბილო დედიკო. და რო დავიწყეთ ამის სწავლება, რა თქმა უნდა, მზაობა ვერ იქნებოდა ბავშვების, იმიტომ რომ ლექსად რაღაცა ძალიან გაუჭირდა და გაოცებულები მიყურებდნენ. ამიტომ ყველაზე კარგი რომ აქცენტები დაემახსოვრებინათ და ეს ყველაფერი მათთვის ბევრად მარტივი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ გაკეთებულიყო ასე. ჩემო კარგო დედიკო, ჩემო ტკბილო დედიკო, შენ მიყვარხარ ყველაზე, ჩემო ტკბილო დედიკო და დამიჯერეთ. პირობითად გეუბნებით 100-დან 90%-ზე მეტმა ძალიან სწორად აითვისა, ძალიან სწორი მესიჯი იყო და ძალიან სწორად გაიგვიხა. იმ დანარჩენს უფრო შესაძლოა ლექსადაც მოსწონდათ. ზოგი ისეთი იყო, რომ არც უნდოდა არც ერთი არც მეორე, უბრალოდ არ მოეწონა, ხო? და ასე შემდეგ, ხა ყველა ვერ გამოყვება იმაში, რასაც დაგეგმავ მაგალითად. მაგრამ არ არის აუცილებელი ეს იყოს ლექსად დამახსოვრებული. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ამ ფორმატით პაწაწუნებზეა საუბარი. ვასწავლოთ ახლა 11 წლის ბავშვს და 9 წლის ბავშვს შორის ხო არის განსხვავება და ასევე 2 წლის ბავშვს შორის, ხო? ასე რომ ძალიან მაინტერესებს აი აქ რო თვლები იყო, ვინაც რო ანუ ცოტა შოკირებული ვარ. ეს გახლავთ ჩემი გაკეთებული, რომელიც გავაკეთე, ვაიმე, აი ყველა ვარიანტში 10 წელზე მეტი რო გავიდა, ზუსტად ვიცი. და ეს არის გავიადინებს რო ეძახდნენ, იმის 5. შიგნით ხوار გონიათ რომ უბრალოდ რაღაცა ჟეშტივით არის, არა გენერცვალი შიგნიდან ყავით არის დამუშავებული, ბისერებით ახლავე დედიკო. და აქ გულები ქონდა გაკეთებული, მაგრამ ახლა დავაკოჭე გულები აღარა აქვს. ბატონო. სიგარეტი ჩასადებია ესო. ვინ თქვა დედა? ვინა დაგუშინწინ მამა. მამამ რო თქვა, არა სიყვარულო სიგარეტი ჩასადები არ არის. დაიწובה შიგნიდან არ არის სიგარეტის ეს. აი ამის თქმა მინდოდა, რომ რაღაცეებს უნდა გავყვეთ, რაღაცეებს უნდა ავუწყოთ. ფეხი რაღაცეებს უნდა დავეთანხმოთ, რაღაცებს არ უნდა დავეთანხმოთ და ნახეთ, რადგან სადღაც წერია, რომ ეს 100-ია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ჩვენც არა, კაცო, ეს 100-ია, იმიტომ რომ ხა ვიღაცა მაგალითად გვანცამ დაწერა. ისეთ ჩვეულებრივი ადამიანია, ხო, ვინც ამ ყველაფერს ადგენს და შესაძლოა რაღაც აცდენებასაც კონდეს. ხა ეს ერთი ადამიანი ხო არ მუშაობს ამ ყველაფერზე, მაგრამ მათაც შეიძლება რომ აცდენები კონდეთ. ან უბრალოდ ასეთი ხედვა კონდეთ, რომელიც შესაძლოა სწორი და ჩვენ არ ვეთანხმებით. მე კი გითხარით, რაშიც არ ვეთანხმებით, რომ ყველაფერზე უნდა გავყვეთ აუცილებლად ბავშვს, იმიტომ რომ რაღაცები არის, რაც არ უნდა გაყვე, მაგრამ ნაწილობრივ ეგონოს რომ მიყვები, მაგრამ შენი მართული იყოს ის რაღაც და ის არ იყოს მისი სრულად. უნდა თითქოს იგრძნოს, რომ ხო, მისი წვლილია, მაგრამ ამ დროს შენ მართავდი ამ ყველაფერს რა. ასაკს გააჩინე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პატარა ასაკზე საუბარი. ესას. ეხლა უცებ დაგანახებთ აქ რა. აქ ეხლა ყველაფერი ავალაგე მე ეს ინსტრუმენტები და რაღაცეები, მაგრამ კი ხედავთ რაც ხდება, ამის დამსახურება აი ეს ფრჩხილები, სიშავეები, რომელიც რა თქმა უნდა აბაზანას საჭიროებს. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო, ეს ხა გავთიშოთ, იმიტომ რომ მე აღარ მჭირდება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე აღარ მინდა. ჩემი ალპენგოლდი. ხო და მოდი ცოტა მივლაგდეთ, ძირს არ გაჩვენებთ რა ხდება.